შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. აბასთუმანი მეორე. არსად ისე არ უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, როგორც აგარაკზე. მოარული სენტენცია. კორნელის და მაროს ჩასვლა კატოს მაინც და მაინც არ გახარებია. კატო მეტად ძუნწი და ხელმოჭერილ ვაჭრის შვილი იყო. ერთი დაბალი, ჩაკურატებული, ფართოსახიანი, თითქმის უწიგნური ქალი. რაც შეირთო იგი ლამაზმა, ნიჭიერმა და განათლებულმა სტუდენტმა სტეფანე მხეიძემ ყველას უკვირდა. საქმე ის არის, რომ ექიმ გიორგი მხეიძეს 2 სტუდენტის შვილის შენახვა რუსეთში გაუჭირდა და აი ერთ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულმა სტეფანემ მაჭანკლებს დაუჯერა. ხელმოკლე სტუდენტი მზითელმა შეაცდინა. მან დიდრული ცხოვრება არჩია და კატო შეირთო, მაგრამ მზითევში აღებული ფული ქეიფისა და ლხინის მოყვარულ ჭაბუკს მალე გაუდნა და ხელში შერჩა ის ულამაზო, უწიგნური ქალი. მართალია კატო კარგად გრძნობდა სტეფანეს სახით, ცარომ გაეხსნა და დიდბედს ეწია. ამიტომ განუზომლად უყვარდა და პატივს სცემდა ქმარს. სურდა მისი ღირსი გამხდარიყო. რეპეტიტორები აიყვანა რუსეთში და მეცადინეობდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვლინდებოდა მასში ვაჭარი მამისაგან მემკვიდრეობით გადმოსული წვრილმანობა, სიძუნწე, ჯიუტობა და უხიაკობა. კატომ თავისი უმცროსი ძმები და დები ქმარს დაასია და აღაზრდევინა. ახლაც თან წამოეყვანა მოსკოვში კურსდამთავრებული უნიათო ძმა ილიკო და გაუთხოვარი შინაბერა დაი ვენერა. აბასთუმანში კორნელის ჩასვლა მას არ აწყობდა. მაგრამ ტერეზას ცრემლიანი და განსაკუთრებით კი სტეფანეს შეშფოთებული წერილი რომ წაიკითხა, ქმრის ავადმყოფ ძმას ყურადღებით მოეპყრო. კატოს და მის მამიდაშვილს, სენატორ ვარლამ კუტალაძეს, ეკლესიის წინ დაეჭირათ აგარაკი. ცოლშვილიან კუტალაძეს 2 ოთახი დაეკავებია, ხოლო ერთიც კატოს. მათ გვერდით ცნობილი ვექილები, სენატორები, გიორგი ხელთუფლიშვილი და მუხრან ხოჭოლავა ცხოვრობდნენ. ამ აგარაკში მეტი ოთახი არ იყო. იმის შიშით, რომ ჭლექიანი კორნელი კატოს ოთახში არ ჩასახლებულიყო, როგორც კატო, აგრეთვე მისი უნიათო ძმა და შინაბერა დაც დატრიალდნენ და კორნელისათვის მეზობლის აგარაკში თისაკენ სარკმელ გაჭრილი პატარა და ბნელი ოთახი აღმოაჩინეს. კორნელიმ და მარომ იქ გაათიეს ღამე. მეორე დღეს კატოსა და მაროს თანხლებით კორნელი აბასთუმნის ცნობილ ექიმთან, პოლკოვნიკ კოპაძესთან მივიდა. მოხუცი ექიმი ზამთარ ზაფხულ აბასთუმანში ცხოვრობდა. იგი ჭლექით ცნეულთა სახელგანთქმულ მკურნალად ითვლებოდა. თავის დროზე
დიდმთავარ გიორგი რომანოვს მკურნალობდა, რომელმაც აბასთუმანში თავისი სასახლე ააშენა. დაბალი თეთრწვერა და ლამაზი მოხუცი ღიმილით შეეგება ცნობილი ქირურგის ევგენი მხეიძის ძმას კორნელის. დასვა და დიდხანს ესაუბრა. გულისყურით გასინჯა, წამლები გამოუწერა და კაცრი რეჟიმის დაცვა მოითხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ მარო თბილისში წავიდა. კორნელი ზუსტად ასრულებდა ექიმის დარიგებას. თავის დროზე სვამდა წამლებს, იზომავდა სიცხეს და კარგად იკვებებოდა. უმთავრესად კარაგსა და კვერცხს ეძალებოდა. 4 თუ 5 დღის განმავლობაში ყველა შეუწყდა. მერმე სიცხეც ნორმალურზე დაუვიდა. კორნელი დღე-დღეზე შესამჩნევად ჯანსაღდებოდა. 2 კვირის განმავლობაში 8 კილო მოიმატა და ბოლოს, როდესაც ექიმმა კოპაძემ გასინჯა, ბეჭებზე შემოჰკრა ხელი და უთხრა: ოჩახ, ჩაიცვით. საქმე კარგად მიდის, მაგრამ თავს მაინც უნდა გაუფრთხილდეთ და გახსოვდეთ, რომ ადამიანის, მით უმეტეს სპორტსმენის, ყველაზე დიდი მტერი გახლავთ ნიკოტინი, ბახუსი და ვენერა. მაშასე, ჩემო კარგო, გახსოვდეთ ეს რეჟიმი, კარგად იყავით. კორნელი გახარებული გამოვიდა კოპაძის კაბინეტიდან. სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. მას თბილისში ჩასვლა, მუშაობა და მეცადინეობა სყუროდა. კორნელი წერილებს ჩაუჯდა და დედას, იონას, მაროს და მიტოს ბარათები დაუგზავნა. მერმე პალტო ჩაიცვა და ფოსტისაკენ გაეშურა. ნაძვით და ფიჭვით დაბურულ მთებს, შორის მარბენალ პატარა მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირს მაღალი ალვისხის ხეივანი და ქუჩა მიჰყვებოდა. ალვისხის ფოთლებს სიყვითლე შეჰპარვოდა. თები ნისლში გახვეულიყვნენ, ჟინჟლავდა. წელს ადრე აცივდა. აგვისტოს 20 ზეკარზე, 9 წყაროზე და სხვა უღელტეხილზე ჩამოთოვა კიდეც და ცხვარი იალაღებიდან ბარისაკენ დაიძრა. მუაგარაკეებმაც ბარგი შეჰკრეს და ნელ-ნელა იწყეს წასვლა. აბასთუმანი დაცარიელდა. ფოსტა ქვის პატარა სახლში იყო მოთავსებული. ფოსტა და აფთიაქი ერთადერთ გასართობ ადგილად ითვლებოდა მაშინ აბასთუმანში, სადაც წვიმიან ამინდში მუაგარაკეებს და ადგილობრივ მცხოვრებთ შეეძლოთ შეხვედრა და ახალი ამბების გაგება. ფოსტის შენობა ამავე დროს სამკითხველოც იყო. აქ გადახურულ აივანზე ახალ მიღებულ გაზეთებსა და ჟურნალებს ათვალიერებდნენ და საჭირბოროტო პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობდნენ. სულ სხვა საკითხებზე ბაასობდნენ აფთიაქში წამლის შეკვეთისას და მისაღებად მისულნი, ჭლექიანების პატრონები და ავადმყოფები. მათ აინტერესებდათ თუ რომელი ჭლექიანი გარდაიცვალა გუშინ და დღეს, რომელი ექიმი სჯობდა ყველას, ურწმუნონი ყველას და ყველაფრის გამკილავნიც კი ვერ ბედავდნენ მოხუცი ექიმის კოპაძის ზაგებას. კორნელი ხშირად ხვდებოდა აბასთუმანში თავის სკოლის ამხანაგს ლევან ქორიძეს. რევოლუციის მერმე ქორიძე მენშევიკურ პარტიაში შევიდა. იგი სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო და იქ პოლიტიკურ საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა. მან გვარდიაში სამუშაოდ იმდროინდელი ბევრი პოეტი და მწერალი მიიწვია, მათ შორის პოეტი იორამ მინაშვილიც. მაგრამ ლევანს ამ საქმეში კორნელი მხეიძე არ გამოადგა და ამიტომ ყოველ შეხვედრისას ეკამათებოდა, ჰკილავდა და ბოლშევიკს უწოდებდა. იგი გამხდარი, აღგზნებული,
დემოკრატიული იდეებით გატაცებული გულუფხვილო და მენშევიკების ლიდერების მიერ მოჯადოებული სტუდენტი იყო, თუმცა მენშევიკების ლიდერებით მოჯადოება თანდათან ნელდებოდა მასში და ბოლოს მხოლოდ ჟორდანია შერჩა ხელში. ჟორდანიას ამას წინათ ერთადერთი შვილი 12 წლის ვაჟი გარდაეცვალა და დიდად შეწუხებული იყო. იგი ერთბაშად მოხუცდა, დასუსტდა და ექიმების რჩევით დასასვენებლად აბასთუმანში ჩავიდა. ის დიდმთავრის გიორგი რომანოვის ყოფილ სასახლეში ცხოვრობდა. ამავე სასახლეში ცხოვრობდნენ აგრეთვე რამიშვილი და მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებიც. ჟორდანიას თავისი მზარეული და პირადი მცველი, ერთი ახოვანი და ძალოსანი ქერა ჭაბუკი, ყოფილი პარიკმახერი, ჟორა სიტკინი ჩამოეყვანა. როდესაც კორნელი ფოსტის ეზოში შევიდა, ხალხით სავსე აივანზე უქამრო მაზარაში გამოწყობილ კეპიან და გრძელწვერიან შვახნის მაღალ კაცთან მოსაუბრე ლევან ქორიძეს მოჰკრა თვალი. ლევანს სახალხო გვარდიელის მაზარა ბუშლატი ეცვა და რუსული ქუდი ეხურა. კორნელი ნელა ავიდა კიბეზე. ლევანმა გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და წვერიანი კაცი გააცნო. აი იცნობდე, ივან ალექსანდრესძე ვერბიცკი. კორნელიმ ახოვანი ფერმკრთალი კაცი შეათვალიერა, რომელიც ტიპიურ რუს რევოლუციონერ ხალხოსანს ჰგავდა. ლევანმა ქართულად უთხრა, ეს ცნობილი სოციალ-დემოკრატია, მეტად მცოდნე, განათლებული და საინტერესო პიროვნება, ჟორდანიას მოსწონს. ისინი თითქმის ყოველ დღე ერთად არიან, საექიმოდ ჩამოვიდა აბასთუმანში. კორნელის ცოტა არ იყოს გაუკვირდა, რომ ეს ახოვანი, შესახედავად ჯანსაღი კაცი ჭლექიანების კურორტზე ჩამოსულიყო. ვერბიცკიმ გაზეთების დასტა დაკეცა, მაზარის ჯიბეში ჩაიდო და ბოხი გულითადი ხმით მიმართა კორნელის. გავიგე მწერალი ყოფილხართ, მით უფრო სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც მიუგო კორნელიმ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ვერბიცკი. მის ხშირ წარბების ქვემოდან მომღიმარი ცოცხალი წაბლისფერი ჭკვიანი თვალები იხედებოდნენ, რომელნიც კაცს თითქოს სულსა და გულში სწვდებოდნენ. ლევანის ახსნა განმარტების გარეშე შეეძლო კორნელის ახალ ნაცნობში მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება დაენახა. წერლები საჭირო და სასარგებლო ადამიანები არიან. ხალხს უყვართ ისინი, უთხრა ვერბეცკიმ კორნელის. ეს მართალია, დაეთანხმა ქორიძე და იქვე დაუმატა. მაგრამ ჩვენი მწერალი დღეს თუ ხვალ ბოლშევიკი გახდება. ეგრეა საქმე? იცით, პოეტი ვალერი ბრიუსოვიც ბოლშევიკია, შენიშნა ვერბეცკიმ. ქორიძემ შუბლი შეიჭმუხნა და კორნელის გაქირდვა განაგრძო. ვანო მახათაძე ცდილობს გადაახვევინოს მას სწორი გზიდან. ვინ არის ის კაცი, რომელიც უშლის მწერალს სწორი გზით იაროს? ჰკითხა ვერბეცკიმ. ჩემი და კორნელის სკოლის ამხანაგი, ბოლშევიკი, ფანატიკოსი და ნეტად უცნაური კაცი. ფანატიზმი? ღიმილით მიუგო ვერბეცკიმ. ხშირად აუცილებელია რევოლუციონერისათვის, მაგრამ ქორიძემ არაცალა სიტყვის დამთავრება. მაგრამ სწორედ ეს მაგრამ გახლავთ. ივანე ალექსანდრესძე, მახათაძეს ჩვენ ყველა კონტრრევოლუციონერებად მივაჩნივართ, რომელთა დახვრეტა მისი აზრით აუცილებელია. არაფერი მას ჩვენს ქვეყანაში არ მოსწონს. თითქოს ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა კი არა გვაქვს,
თქვენი რესპუბლიკა დემოკრატიულია დეკრეტით. სეკრეტით კი ღმერთმა უწყის როგორია, განაცხადა კორნელი. შენ როგორი გნებავს? პროლეტარული, საბჭოური? კითხა ქორიძემ. ისაჯობია. აი, უკუღმართი სწავლა განათლების ნაყოფი. შედეგი მახათაძის მუშაობისა. მიუბრუნდა ქორიძე ვერბეცკის. უიმედო ჩაიქნია ხელი და ისევ კითხა სკოლის ამხანაგს. თუ ასეა, რატომ საბჭოთა რუსეთში არ მიბრძანდები? საინტერესოა რა გუნებაზე დადგებოდი შენ იქ, როცა სიღატაკეს, შიმშილსა და ტიპს ნახავდი. რუსეთში ახლა მართლაც მძიმე მდგომარეობაა. დაეთანხმა ვერბეცკი, მაგრამ საბჭოთა რუსეთმა გადალახა უკვე ყველაზე სახიფათო უღელტეხილი. ხოლო რას უქადის მომავალი საქართველოს გაურკვეველია. ამაოდ კი არ შემოუჩივლია ჩემთან ბაასის დროს ნოე ნიკოლოზის ძეს ეკონომიური რღვევის შესახებ, რომელიც საქართველოს დაღუპვით ემუქრება. რაც შეეხება ტიპს, თქვენში ჯერ სამოქალაქო ომი ხომ არ არის, თუმცა რადგან სიტყვა მოიტანა, პურიც არ არის. თქვენ გეშლებათ, შენიშნა ქორიძემ. ის რაც ჩვენ განვიცადეთ და გამოვიარეთ, ომი, გლეხთა აჯანყება, სამოქალაქო ომს დიდად არ ჩამოუვარდება. თქვენ ეს ჩემზე უკეთიცით. ვიცი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში თქვენს ხომ შეგეძლოთ ეს უღელტეხილი გადაგელახათ. ნუ გამოვიტანთ აჩქარებულ დასკვნებს. ეს ისტორიის მსჯავრს მივანდოთ. მე მგონია ისტორიამ უკვე თქვა თავისი სიტყვა. ქორიძემ ქუდი მოიხადა. შუბლიც ხვირსახოცით შეიმშრალა და ვერბიცკის გაოცებით შეხედა.